ძალიან ბევრი. ატას საითხარდი ხარო. ხიძე გადახვიდით თუ ჯერა? ხიძე გადახვიდით. ნახე თეორეზია ხო, ჩემი მეგობარი ზიგა. ხო, კაი, მეც აგებაგით მოვდივარ და ხო. შევით რაღაც ზემო ტელეფონი არის ჯერ სულიგანი. დეტალებში არ ჩავ. ეს როგორც ვიცით არის ორი ნაბიჯის ხალხი. მაგრამ არ გადიან. ორსულიო. ორსულმა შეიძლება აქ აშინოს. ამ ჯაღში. მივიღე. ბარე, თან ეს ატარე, ჩაწერე. ანუ მე ესეთი არაფერი მინახია, ხო, გინახოთ კამაზის ექსპერიენსი. ესეთი მოგზაურობა? ბორჯომიდან კახისის ტბამდე დაახლოებით 15-16 კილომეტრი მანძილია. თუმცა ფეხით ლაშქრობა ბორჯომიდან კახისის ტბამდე ფაქტიურად ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან ძნელია და მეტიც შეუძლებელი ალბათ. თუმცა პროფესიონალები, ვინც კარგად მომზადებულია და თავისი ყველაფრით აღჭურვილობით და ასე შემდეგ ეცდება დალაშქროს, რა თქმა უნდა შესაძლებელია. ჩვენ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი არ იყო, რომ ფეხით დაგულაშქრა ამხელა მანძილი, ჩვენ შემთხვევაში გავაკეთეთ ეს ყველაფერი ტრანსპორტით და რაღაცა ნაწილი აუცილებლად გვინდოდა, რომ ყოფილიყო ლაშქრობა. ხო და ესეც მოვიქეცით. დანარჩენი ვიდეოში ნახეთ. ვაიმე. რეები გვეჯახება ეს რა. მინუცას ფეხი ცოტა ესე დარჩა. ხო და ეხა ჩვენი გეგმა რა არის? ეხა ჰაიკინგი. გზად შეგხვდება ჩანჩქერი. აი იქ სადღაც არის აი ის რო არის ხევივით რო არის ესე. იქ არის ჩანჩქერი. მერე იქ რა და ცოტათი მივალთ.
შედარებით და მე არის აი იქით იქ უნდა გავჩერდეთ სოფელი არის დაბაძველი ძველი დაბა და ძველი დასახლება ალბათ ძველი დასახლება მე არის ქარაფი გადმოსახები მე იქ არის რაღაცა კოტეჯები რაღაც კარგი ხალხი ცხოვრობს იქ და ცოტას დაგვაპურებენ იმიტომ საჭმელდება ამ ეტაპზე არ გვექნება და იქ დავპურდებით იმ ლამაზ ტბას კახისის ტბა ესე ქვია რომელიც ძალიან ლამაზია ვამბობენ და ვნახოთ და იქ ავდივართ მოკეთ ფეხით მე რაღაცა მონაკვეთში უკვე ფეხით რო ვიმოგზაურებთ იმას რო ქვია ჩვენს ვანიკოს შეხვდებით მე იქ ეხა არც არის ეს არისო კოწახურიო ნუ და იჭრება იჭრება ბარა დაიწყო ჩვენი ხაიკინგი. B2B კამერით მუშაობ. ესე დაწყებით ძალიან ის არის რა ქვია, მარტივი ჩანს რა, რომ იწყებ და მე უკვე რო იღლები რთულდება და ვანიკო აი ჩვენ იქ დავტოვეთ. აი ვანიკო. ხა და ცოტა ხანშიო, თქვენ რომ ახვალთო. იმედი ავალთ. ასაფრიკები არ გავხდები. ასაფრიკები არ გავხდები. და მე ცოტა ხანში დაურეკავთ თუ დაიჭერს არ ვიცი დაიჭერსო არ დაიჭერს ძალიან ცუდად იჭერს ტელეფონებია ხო არ ვიცი ან ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეგობარ ვანიკოს პირობა აქვს მოცემული რომ უნდა ამოვიდეს იქ და არ დაგტოვოს ხო და ხეთა ლამაზი ისეთი რაღაცა გზამიდის იდეაში ეს დინარის ხო ჩანჩქი აი იქ არის ჩანჩქერიო აი იქ შეყვეთ უბრალოდ იქ ნახავთ ეხა შევაფასებთ რა სირთულის არის და შევძელით შევაქვს თუ შევძელით ხო რა ვიცი სიცოცხლის საიში თუა ვერ გავისკავთ ესე ხო და ვეცდებით რომ მივიდეთ თუ არა დრონს მაინც აუშვებთ და ისე შემოგთავაზებთ დრონის კადრებს უკვე დავიღალე საერთოდ შეესტა გადაჩაული ვარ ხაიკინგებს ოღონდ ხალხმართებია კარგი იყო ხო საგზაზე სიარული ჯაღჯაღი მანქანი ასე ჩუია სად ვართ ამბობამ ჯერ კემპინგის ეტაპზე სავლელი კიდე ბევრი გვაქვს აი ესე ხდება გადაღება ახლა როცა ოპერატორი არ ყავს რამდენი უნდა ვიაროთ ნეტარინს ვაქსიდანაც ჩაგეჩვევი აუ მე იცი ის ჩვენება მინდა და არ ვაჩვენოთ ცოტა ნიშნები როგორ დიადი ეს არის ესეთი ნიშნები და ჩვენი აზრით ეს არის ბილიკი დანიშნულ არ დაიკარგოს ადამიანი ხო შინობი დავიდეს ბასტა საკმაოაღმართები გახსავლები ვიჯერობით გმირულად მიდივარ მე ძალიან კიდევ ვიხარ თავიდან შემართებით იწყებდა თან იცი რა მაღაზი ატიხარ რა ხოლე ჭიშს თან ის არის რა ქვია ხოლანი არა არ მეზარება უბრალოდ არ მიხალე მაგრამ ანუ
არ არის მარტივი საქმე. ჰაიკინგი. უნდა იყო მომზადებული ფიზიკურად. კარგად. რა ესე ასე გემართოთ ხოლმე. დაღლის ამბავში. ხოდა სადაგზე თუ არ დავისვენ. არ არის. ხესერავთ. ამდენი დაგჭირდა და ეგ მეიცუცადეთ. ხოდა ირეკლავს ეს თქვა კიდე? ხო, არ ეკლავს აკეთებსო და ნახოთ ერთ ჩავიხედოთ. აიქნება. სიცხულე გვიძე. იგი ლეგენდების არის რა შეიძლება. პროფესიონალი რო იქნება ადამიანი. რაშიც არ უნდა იყოს. რა არის წანი? ეგ არის შედეგი რომ არც წყალი დამოგმოღია. დრონით დაუტოვეთ. ამახვალ მოიტანე. ხოდა. აი ესე მოგივათ თქვენს. დამახვალ მოუზადებები. ამაში მოგვაძეთ რომ წამოხვიდეთ, მაგრამ წყალი რაღაცა პატარა საკვებით, საგზალი გზაზე. ჩვენ სუბუქად წამოვედით. აი ადიხარ და ხო. უბრალოდ ის თემაა რომ გზა მარტივია. გასაგნებად მისაგნებად თუ უკაცრავად ხახა სულ გვისთვის და ხოთი ნახეთ ამასია აი ეს ადამიანებო ხალხო მეგობრებო რა ვიცი როგორ მოგმართოთ არ შეიძლება ნაგვიშ დაყრა არ შეიძლება ბუნებაში არავით არ შემთხვევაში და საერთოდ არ შეიძლება რა იგივე რა სახში დაყარა ნაგავი ყველაზე სამწუხარო იცით რა არის რომ სადაც კი ვკითხოთ ამ ამბავს ყველგან გვეუბნება რომ ტურისტები არ ყრიან ყრიან ადგილობრივები ხო ხო, ესე იგი ნახე ყოველი მოსახვევის დასაწყისში არის ნიშანი. ხო, და აი ღამეს რომ შემოგაღამდეს, თუ შემოგვაღამდა. შევშევ გამოყურე. ხო და ცოტა ხანი დავისწრებ. ჩამოვიჩდეთ. ხევინა. რა მაგარი ხმი, ჩანჩქერი ხმი. ეს ნახო. ჩანჩქერის ხმი. ვაუ, სიმაღლეზე ვარ. ეს არის ბუნების ხმი. დაგცხა ხო ჩვენ ძალიან შეშინებულები დამოვიდეს რომ მაგრა ეციებაო და ჯერ არც ცივა ეგრე რომ დღეს რა ამ თემაზე რა ადამიანებს უჭირთ რაღაცა გაწყვეტილებების მიღება რაც ძალიან უკან წევს მოცემულობას ხო და როცა რაღაცა გინდა ადამიანს ჩვენი მოგზაურობა აზრს გაგიზიარებთ რომ ხო უნდა გააკეთო რა და სხვებს არ უნდა უსმინო შენთვის ის იქნება კარგი შენთვის ეს იქნება ის სირცხვილია ეს და ეხავს ის ესე არ გამოვა და ამის გამო მე ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბევრ რაღაცებს პარი მასკენ გარისკე ხო არაფერი არ გამოდის ო არ გარისკე ვერც გაიგებ უნდა გაეკეთებინა თუ არა
ჯობია გადადგა ეს ნაბიჯი. პირველები არ ვიქნებით, ვინც ამას იტყვის და თუ არ გამოვიდა. მერე კიდე გადადგა ეს ნაბიჯი, თუ სანანებელი იქნება მერე ინანო, ვიდრე არ გააკეთა და სულ რაღაცა გულში გქონდეს დარდათ, რომ აი რატო არ გავაკეთე იქრებანია. იფიქრეთ ფართოდ, მასშტაბურად. ეხლა ჩვენ სად მივდივართ, იცით? აი აი ვიღაცამ აი ნაგავი არ შემიძლია არის ულევი არა უნიშნო აი აქ ვიღაცა მოჭრა ეთყობა ეს ხედა აქ ის ნაგავი მიაგდო ოჩახ შენ ვინც ხარ არ დაანთოთ ცეცხლი ტყეში და არ დატოვოთ. მე სავალოს შედეგები მოყვება ხოლმე. ნახე, ნამდვილ ხან ეს დაძვირად მოჭრილი ნეტა. ჰა? გადმოღუნულია. ხილია. ეს საყეო. ფერი რა დაზიანებულია, ოქრო მოუვარ. როგორი გატიფლებულია ფოთლები. სამივდივართ ნეტა. ფოთლები სხვა რა დადიხარ. ინუცა მაინც დათვებზე არ ვიფიქროთ, ხო? ნელა. აბა რამდენი ხეებია წაქცეული აქ და ის მანოძინები. და ეს არის ყველაფერი გასაწმენდი. გავწმინდოთ? მალე ნინუცა თორე ამოდი, აი მეს რა არის? მიკროფონი იყო. აი ესე დავკარგავდით უცბად ჩვენ მიკროფონს და ამ ეხა საით მოწავიდეთ. ავარავდეთ აქეთ. ხო ალბათ მე მეგონა აქეთ, ალბათ აქეთ. დილიქს ეს გავს. აქ უკვე ძალიან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ. წინასწარ გქონდა გადაწყვეტილი, რომ დაბაძვრის ტერიტორიაზე უნდა შევხვდეთ ჩვენს მეგობარს და იქიდან უკვე ტრანსპორტით გაგვაგზავნებინა კახის სისტემამდე და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მე თუ მკითხავთ, დაახლოებით 3 კილომეტრამდე ლაშქრობით დავფარეთ ეს მანძილი.
გამოხდება? ეს არის პატარა ტბა, დრონის კადრები წვაქამი. მე დარწმუნებული ვარ, წეროს ფორმა გზებოდა. გადაღებული მაგ და ნახავ. გადაღებული მაგ და ნახავ. იხვის. ესე იგი, ტბა ნომერი 1, ტბა ნომერი 2 და ბოლოს როგორც თქვით, მიდიხარ იმ დიდ ტბამდე და ფეხით რომ მოვდიოდით ერთად ჩამორა ხელა და გადავ ფეხით სიარულზე მეტად აი ამ ყველაფერს ესე უფრო შეიგრძნობ რა ხისის ტბა მდებარეობს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრ სიმაღლეზე. ეს ადგილი გაგაოცებთ არა მხოლოდ თავისი ბუნების სილამაზით, არამედ აკმაყოფი ოჯახითაც. შოთი, ხაჭაპური, რძის პროდუქტები, პირდაპირი ოჯახური სამზარეულოდან ბუნების გულში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და ამ ყველაფრით ერთად დატკბეთ. აუცილებლად სანახავი ადგილი. ხო, და რაც მთავარია, ტბას გულის ფორმა აქვს და არის ულამაზესი. დავიხალე. ძალიან კაია. წავიდეთ? წავედით, გავუყვეთ. ჩვენთან ერთად წამოდით. ესე წვალობთ კამერებით. რაღაცა ხო არა გვერია გზა.
წარმოვიდგინოთ რომ ვაკის პარკი. აუ რაღაცას ჩავდგი. ვაიმე გული გამისკდა. აუ ნახე რა მოხდა. ძალიან ზოგინო. აი კარგი. შემო. ეხლა შევალ ზინუცა და იმათაც გავესაუბროთ. იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც აქ საქმიანობენ, ცხოვრობენ, როგორც ვიცი. როგორც ანდებით. ეს რა მოგიწყვიათ აქ? მოგეწონათ? ძალიან და რა ვიცი, ამას ხო უნდა მონდომება შეძლება და უნარი ყველაფერი. მოვინდომეთ და შევძე. თქვენი სახელი? მარინა. მარინა. გვარი? ბაუერი. ბაუერი. როგორი უცხოს ეს არის გვარი? გერმანული? ეს გერმანული? აქ რა მოგიყვანე? მოგეწონა. აღარ მინდა პენსია. ეხლა რა მაინტერესებს ხაბატონო მარინა? საიდან მოხვედით აქ? და რატომ გადაწყვეტეთ რომ აი აქ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ ესე ბუნებაში შერწყმული და საიდან მოვედი ჩემო კარგო და ჭობისხეველი ვარ და ჭობისხევის მთა არის. ხო და ეს იდეა საიდან წამოვიდა? აი ეს იდეა გაჭირვებიდან წამოვიდა. გაჭირვებიდან? ანუ ზოგჯერ გაჭირვება კარგია. რა თქმა უნდა ზოგჯერ კარგია. და ესე ადექით ოჯახმა გააკეთეთ ხო? ხო ჯერ წამოვედით თავიდან საქონელი ყავდა. მაგრამ ყველიღი და 3 ლარი. მოიცადე ვერ დაგეწიეთ, ანუ საქონელი ყავდა თქვენი? ხო, ყველიღი და 3 ლარი. ხო. რამდენი ყველი უნდა გაგვეკეთებიო, რომ ოჯახს თავი გვერჩინა, ხო? ამიტომ მოვიფიქრე, ძალიან ცოტა დადიოდა ტურისტები. აქ საერთოდ ტყე იყო გაუბედურებული, ეს ასე კი არ იყო. ფეხსი არავის არ ქონდა დადგმული, ჯინჯარი, მაყვარი, რა ვიცი, ველური ადგილი იყო. შემთხვევით მე აქ გავიზარდი ამ ტბაზე, აქ ცხოვრობდი, ბებია ჩემი აქ დაბერდა და დეიდა ჩემი და დედა ჩემი. მაგრამ ეს ადგილი არავინ არ იცოდა. აი ეს ქვები თუ იყო, არავინ არ იცოდა. იცოდნენ მარტო ის წინა დიდი შენობა რო ჩანს. ის ეს არ ჩანდა. ეს არ ჩანდა, ეს იყო დაფარული ხავსში. კარგი. ხო და რო წამოვედით, შემოვედი ძალიან მომეწონა. ჩემი უღლეს ვთხარი, მოდი რა ბიზნესი წამოვიწყოთ მეტ. სულ პირველები მოვედით ისე რომ კაცი შვილი არავინ არც ის არაფერი არ არსებობდა. ძალიან პატარა ქოხი ქონდა გაკეთებული თავიდან ისეთი პატარა ქოხი, აი წყალი რო ჩამოგვიოდა და კუთხეში ვიდექით ხოლმე. კარგი. თავიდან მოვიდა 2 ტურისტი, მერე 3, მერე 4 და მერე ერთ დღესაც უცხოელები? ხო, უცხოელები დადიოდნენ და ერთ დღესაც შემოკარგო. ეხლა ის ჩვენი ბაგები დადიანათ, ერთ-ერთი ბაგის მძღოლი მოვიდა, რომელმაც მოიყვანა ტურისტები და გაიხსნა ეს გზა. ტურისტულად გაიხსნა. ანუ ქვემოთ ბორჯომიდან, ხო? ხო, მოიყვანა და ანუ მერე დაარეკლამეს და რა ვიცი, ახლა ძალიან ბევრი ტურისტი მოგვდის. ეხა აქტიურად ზამთარ გაბუდეს. ეს ცოტა ნაკლებად იყო შედარებით. და რამდენი წელია რაც ეს არის საერთოდ ამას დავეპატრონეთ 2007 წლიდან ამ შენობას და ოფიციალური გახსნა გქონდა აი დიდი წვალებისა და მის მერე სადღაც 13 წელია რაც გახსნილი. ხო, ასე გავფართოვდით. ამდენი გაფართოვებულები, მაინც ჩვენი ნაწარმი აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ ეხა აქ ჩვენ რასაც დავაგემოვნებთ? ჩვენ რასაც დავაგემოვნებთ, ყველაფერი ჩემია გარდა კოკაკოლებისა. ხო, ნუ ის კომერციული ნაწარმი. ხო. ხაჭაპური, ყველი, თონის პური, სმეტანა, ზაფხულში არაჟანი, აი მახსოვს. წვადები, აქ იკოლება ყოველ დღე 2-3 ცხვარი.
აქ იკლება? ხო, ჩვენ კი, ჩვენ ყავს ცხარი. ანუ საქონლე ნუ ეხლა ცხარი პირადად ჩვენი საკუთრება არ არის, ვყიდულობ და მე მოყავს ფარაში ყავს, მაგრამ ჩვენი არის ძროხები, ღორები, დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ნატურალური. სეზონურად ანუ ზამთარში ზაფხულარი ხო? მე ზამთარში ცაქავარ და ზაფხულში ცაქავარ. ეხლა რომ მოთოს. თქვენ აქ ცხოვრობ? აი კი, აქ ცხოვრობ. მაისში რო ამოვდივართ. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერში წავიყვან საქონელს ახლა დიც რომ მოთოს და მე უკვე მანქანით მაინც ვამუშავებ ამბას. ასე რომ აქაურები ვართ, მეუღლეც აქ კი. ცოტა გზის პრობლემა გვაქვს. ხო, ანუ მარტო თქვენ საქმიანობთ აქ თუ გეხმარებიან გვინდა ვინმე? როცა ბევრი ხალხია დამხმარები, შვილები კი. შვილები გეხმარება? ანუ საოჯახო ბიზნესი. ხო, საოჯახო ბიზნესი. მაგრამ ისე მაცხოვრებლები ყავს არიან. ძალიან ბევრი ცხოვრობ. ხო, ანუ ქვემოთ სოფელში. აი, იქით ახლა დაინგრა ის სახლები და 3 მოსახლე დავჭით, ვინც ძირითადად ვართ. რა ქვია ის სოფელს? ეს ჩვენ დაბაძველი რო ამოვიარეთ? დაბაძველი ქვია საერთოდ, მაგრამ ამას უძახიან კახის, იმიტომ რომ ტბას ქვია კახის. კახის. ასე ჩემო კარგი. რამდენი შვილი ყავთ? მე მყავს 3 შვილი და 5 შვილიშვილი. შვილიშვილებით ყავთ? არა. ამდენ აღარ აკითხავთ ახლა ქალბატონს. 50 წლისა გავხდები. მართლა? არაფერი არ არის, მაგრამ ისეთია, დასაფასებელია საკია და არ გეტყობა საერთოდ. როგორ არ მეტყობა. მართლა არ გეტყობა. ეხლა მე მეგონა შვილები ყავდათ. ხო, ძალიან მოსავლიანი ადგილია. უბრალოდ ხალხი დაცოტავდა. ახალგაზრდები აღარ მოდიან. დისტრიბუცია როგორ არის? თქვენ ამოგაქვთ თქვენთან? ხო, კი, ჩვენ დისტრიბუტორები გვყავს, მოაქვთ. მოა? სოფელში და მე ჩვენ ვაკეთებ ტრანსპორტირებას აქ. ხო. ძალიან საინტერესო არ ველოდი, ხა კახისის ტბას შესახებ რო გავიგეთ, არ ველოდი აქ მე ვანიკომ გვიტყვა, რომ იქ არის ოჯახი, რომელიც აი აქ ზამთარში უნდა მოხვიდეთ, რამხელა თოლში დავდივართ. რა როგორავართ? ოჩახ თქვენ აი არ ვიცი, აი ესეთ რაღაცებს რომ ნახულობ, გუწევად ვამბობ, კარგად გაოცებული ვარ და ძალიან შრომატევადია. დილის 5 საათიდან ზაფხულის ღამეში, ღამის 12 საათზე წავსულვართ. წარმოიდგინე ხა ღამის 12 საათზე ოსახში მიყავ და მე კიდე 10 ძროხა რომ უნდა მოწველო, მას მოუარო, მე ის რძე დაამუშაო. და რომელ საათზე ვიწინებთ? ანუ სადღაც 3 საათზე, ხო? 5 საათზე ისევ დგები, იგივე კეთდება და მე მოვდივარ 10 საათზე, აქ უნდა ვიყოთ 11-ის ნახევარზე თუ დამაგვიან და შეიძლება მანქანა მით მომაკითხოს, რომ ტურისტია შემოსული, ანუ უნდა მოვიდეთ ონეში პური, აი გაჩვენებთ ახლა ამ უყარე პურები. და დღეში შეიძლება რა ვიცი 10-12 მანქანა მივიღო. ეს აქ მოპოვებული რაც ის არის? ხო, ეს ძველი ნარჩენები, ხის ნარჩენები, ადრინდელები და ახლა რა ვიცი ალბათ გავლაკავთ მე და თუ როდის რაღაცა სხვა გავფართოვდებით და სხედით როგორია. სხვა რამეს მოვიფიქრებ, მე ალბათ ეგეც დაინგრევა თუ არა და ისეთი უგემრიელის ხალხური დაგმოსწრე. ესეც თქვენი გაკეთებული კომპოტია? ჟოლოსია? მე მგონი 64-ში მოვდივარ, არ ვიცი. არა, მართლა 64-ში მოვდივარ. სახში გაკეთებული, ანუ მე ამას სახს დავაქმნევ. ხაჭაპური და ეს, აი ამაზე გემრიელი. იმედია ბატონო? ჭაჭა, ჩვენი ჭაჭა. იცი რა არის, ძალიან დაღლილების შივრებზე ვარ და სხვა გამოგერთოთ ბავშვები, ხალხი შალოვანია. ხო, აი ეს ქშათის პურები გამომცხარი, იქით აქვთ თონე. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ ხაჭაპური და ეს უნდა ვნახოთ. რა არის? და მე ვილაპარაკოთ. ვიმე. აბანინ საჭაშან. მოიცა. ვერემი. აი, კაპკინაურა.
აბა ძალიან აიმე ბავშვობაში რო ვჭამდი ძალიან აი ბავშვობის გემო აქ მართლა ძალიან გემი კარაკი დღეს დავამსაათე ეს კარაკია აფეთქი ავიღო გოგო ეს არის ჩემი არახი ხო აბა კარგად აი ეს არის არაფი არაფი ჩვენ თაში ასე უმაშინდები შეხედეთ კარაკს უბრალოდ გინახავთ ესეთი კარაკი ესეთი კარაკი გინახავთ მე არ მინახავს ეს დღეს გავაკეთე ო ეს უნდა გავსინჯო აუცილებლად ეს დღეს გააკეთეთ დღევანდელია ღმერთო ვიტირებ ახლა ესო რა დაკარგე რა წამოხარ აუ აბა წვენი დაისხით აი კარაკი ეს არის ნამდვილი კარაკი და ჩვენ ჭამთ რას ნეტარ საინტერესო კარაკი ჭამთ ძალიან არა მაგარი კაცს აი ამაზე რო იზრდები და აქ ცხოვრობ მე თუ მკითხავ შესაშურია თქვენი ამბავი იმიტომ რომ ამით რო იკვებები ადამიანი არ არსებობს რომ ჯანმრთელი არ იყო ხო გამორიცხული და ჩვენ ვიცით მაგალითები ადამიანები ვინც აი ესე იკვებებოდა რამდენი წელი ცხოვრობს ხო და თქვენც ესე იცხოვრეთ 100 რაღაცა წელი 120 იცხოვრა იმ სადაცი ადამიანები ხართ მე მიკეთებ მაგას გინდა აი ძალიან პატარა დებია მაგრამ ჩაწმინდა აბა მე ეს კომპოტი მე აღჭები დარჩი აი კესო ნამდვილად არჩევ მართლა დარჩევონა ეს ჩვენი აი მე არ არის ეს ჭაჭაა თუ არ არის ჭაჭა ჩვენი სახლის არაფი ცა მე აბა რას ვიდავთ აი ეს ეხლა ვნახოთ რა არის აბა ნიმუცა გავს თქვენ კარაკს რა სიძახე კარაკს თუ გავს კარგი არა აბა თქვა კარგი კარაკი აი ეს არ ნაღების კარაკი ისება დავმუნჯდი აი მეწოდება ახლა ჩვენი თავი რომ ამას ჩვენ არ ვჭამთ და ვჭამთ ნაყიდებს რა ვჭამთ კაცმა ხო ჩვენგან უცხოელებს მიაქვთ ეს კარაკი ეს კარაკი ქართველი არც ზოგი არ შემოდის ზოგი ხო მამა ამის წაღება შეიძლება ხო ბევრი სუპები და იქნება ეს კარაკი კიდე სახლისთვის ძალიან იშვიათია რომ გავყიდოთ ვადნოთ თერბოს ვაკეთებ თელი ზამთრისთვის მე ხა ბოებიც აქვს ჩალაგებული ანუ ძის ნაწარმიგობ ყველაფერი ხო მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე სხვადასხვა ყველები არ აქვს იმიტომ რომ ის ანდერტია ყველებს უნდა სიტყვა დააბუშავ და გაკეთო სურგუნი და ჩიჩინი ამიტომ თელ ზაფხულში გვაქვს ეს მაწონია ეს ჩვენი ეს ერბო ნახერაფერი აქ ეს მაწონია ეს ერბო გასინჯეთ აუ ამდის არა მე მაწონია გასინჯა რა ფუჭებს მე არა უშავს გასინჯეთ ეს ისეთია რომ გაბუჭება და დანაშაული ანუ აი ამდენი ადამიანი ხო გიყურებთ და იცოდეთ და ეს ამას რო ნახავთ მე გველაპარაკეთ მე დაგვიწერეთ კომენტარებში მან რა და რას გეუბნებით ხა ალბათ ესე ვიდეოში ვერ გადმოვცემთ რა ბანკურა რასაც თქვენ ფიქრობთ ხა აქ და გზნობთ ან გემო როგორ გადმოგცეთ ეს ხაჭაპური არის ბავშვობაში აი ჩემებს რო ქონდათ ბაბუა ჩემებია ჩემი შორეული იმათ ქონდათ ყავდათ ძროხები
და აი ყოველ დილით ზღვაზე რო ვიყავით, ხაჭაპურს გვიცხობდნენ და აი ის გემო გამახსენდა და ამისთვის მადლობა. ნოსტალგიური გემო აქვს. ნამდვილი ხაჭაპური. საერთოდ სხვა გემო აქვს. აი საერთოდ. ნუ საერთოდ ჩერდება. მე ჩერდები. და ცოტა გერიდება. შეიძლება არ ჩახარ. შეიძლება არ ჩანვარ, არა უშავს. დალიეთ არა. თითო ჭიქა მიდიდი. დას გიზავს ერთი ჭიქა. კახისი, ოღონდ ესენი არ ჩაწერდნენ. დალი აირე. ლინკი იქნება ვიდეოს ქვემოთ, გადაძით. დაასაფორთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ხარში დაუდგეთ ქართველობა. პოპულარობა ჭირდება. ხოდა გავაპიაროთ. ერთმანეთს დავეხმაროთ. ეხლა ჩამეშალა. ის დედა მიყვარს, მე და ხალხი არ უყვარს. აი ეს არის ნატურალური მაწონი. ორა მაგარია. აი ნამდვილი მაწონი როგორც უნდა იყოს ისეთია. აი კოსაც რომ მიაყოლა. შოქში ვარ. აუ რავი, ანუ აქამდე გემო არ ვიცოდი სულ იყო. მართლა. ანუ რა ვიცი, აი ხა აქ რაც დევს რა. კარაკი, ყველი, ხაჭაპური, ჟოლოს homemade lemonade, კამპოტი, როგორ ქვია ქართულად კომპოტი. და ვინო, რა თქმა უნდა. და აი ეს. ჩაჩა. რაღამ უნდა მოყვას ადამი. აი რა. და ბუნება. ბუნება. ოღონდ ისეთ სუფრაზეებს ხედავთ მინუცა რა ბუნება დაგვაქვს ხა. იქ ტაბარო გადასაღებია დრონის და ის დაგვავიწყდა და ჩავჯექით აქ კარგად იქ ფეჩი გიზგიზებს. აქ ეს ხეში და რაღაცა კრაფტი ყველაფერი. არაჩვეულებრივი ადამიანები, აი მეტი რა უნდა გიგდეს ადამიანს სრული ბედნიერებისთვის. რა ცოტა, ნუ ეს თუ ცოტაა, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ, რომ ცოტა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის რა. და ამოდით თქვენ ამოდით ძალიან მარტივია. მოინდომეთ, შეგიძლიათ ბოჯომში მიბრძანდეთ. თუ გაინტერესებთ ჩვენ მოგწერთ ნომერს, კარგი ადამიანის, ვინც აი აქ მოგიყვანთ. და გადაგყვებოთ თან და იმად კარგ ადამიანსაც გაიცნობთ და მეგობრად შეიძებთ ახალს და ბევრ თავ გადასავალს გამოსდით ესე ვთქვა და რავი, გააკეთეთ, არ დაგესწაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი დღე დაგექმნით და ზამთარშიც უამაზესი ყოფილა გაყინულია ეს ტბა და ზამთარშიც ძალიან მაგარი სანახავია და ზითად მოდიან როგორც ქაბატონმა მარინამ თქვა უცხოური ტურისტები. თქვენი მასპინძელი. ქართველებო სად ვართ? ერთად დავირაზმო. ხოდა ეხა უნდა განახოთ მინუცას ჭაჭის დალევა. აი როგორ ისმევა ნამდვილი ჭაჭა. 100%-იანია. 75%-იანი. გაგიმარჯოთ. თქვენც ანუ გაგიმარჯოთ. ცეცხლი თუ ამოუშვია. რაკარის. კარგი ხალხი ხარ. მიკროფონი გავიწდება სულ. აღარ ვიცი. კარგი ხალხი ხარ ძალიან და ეს შემოვიდა დაგიფასდეთ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და იმედია ჩვენი მაყურებლიც ძალიან ისიამოვნებენ და ამოხვალთ აქ და ესტუმრებით ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და ესეთ რაღაცებს თბილისში ვერ შეჭამთ. იცნობთ ქალბატონი მარინა. გვარი ისევ დამავიწყდა, გერმანული გვარი იყო. მაისურათი. არა, მეორე გერმანული. ბაუერი. ბაუერი. გერმანელი თავადი. ბოჯომისტაში. შეც გაგიმარჯოს ნინი რა იყო შეიძლება მადლობა მეც. მეც ეს ერთად და აბა კარგად მიდი ხუხე. ეს სახში არ გაიმეორეთ.
საერთოდ ცეცხლია. 78 გრადუსი. ოტაშის დროს დაბადე რა. ცეცხლი რომ გამოდი. ან იქ დაგელია ფეჭთან და გამოვიდოდა. ახლა ხედავთ გაქართლის ბუნება, აქ არის გარეთ მოსაჯდომები, სივრცე, ამას კიდე რომ აქედან რომ ავდგებით როდესმე, იმიტომ რომ აქედან წასვლა აღარ გვინდა. ისიც კი გვეზარება რომ გადავიხოთ. ამიტომ აქ უნდა მოვსულიყავით ბოლოს ნინუცა. რომ მე ცოტა ვიჩქარეთ. ცოტა. წინ გვისწრეს ყველაფერი, ვინიცოდა, ვინელოდა. არ ვიცი. ქალბატონო მარინა, რამეს ხო არ ეტყოდით თქვენს პოტენციურ მომხმარებელს? რავი, რა ვთქვა. დესტუმრონ. ვინც იცის და დაგემოვნებული აქვს ჩვენი ნაწარმი, კი, ვინც არა და მობძანდით, დააგემოვნეთ, მოგეწონებათ. ის სიამოვნებთ და კმაყოფილებით აბძანდებით. აი ესეთ კარაქს, შოთის პურს, მაწონს, ხედავ, რა ფერი აქვს შეხედა. ერბოა უკაცრავად. აი მაწონი. მე გავს ეს ჩემი გასინჯულია. ეს კანო ხაჭაპური ხო რამდენი ვილაპარაკეთ რომ სასწაულია და აი ამ ქალბატონის ხებებით კეთდება ეს ყველაფერი. აი ეს 24 საათი შრომობს. ხო? წვალობს. და მე ჩვენ ამას ვაგემოვნებთ ზებინო და ამოდით აუცილებლად. ამოდით ესტუმრეთ რა. გვესტუმრეთ, კმაყოფილებით არჩებით. ნამდვილად. ჩვენო მეგობრებო და გამომწერებო, მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა უკვე subscribe-ს დააჭირეთ. იმიტომ რომ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. ამარო ჩვეულებრივ ადგილიდან ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ სხვა ლოკაციაში და ლოკაციაზე და იქიდან დაგემშვიდობებით. ცოტა უჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ სამი ჭაჭის მერე ცოტა რთულია. მაგრამ მოკლედ წავედით ახლა ხო რა ხონაირად არ გამოდისონი ნიო. აქ ხო არ შეიძლება ისე ამ ადგილის ატოვება ჭაჭა თუ არ დალია, მე არ დავლია და მტოვებენ. ხო და წავედით ახლა ჩავედით ფორჯომში. და იქიდან ჩაგერთვებით, გზას აღარ გადავიღებთ, ისევ იგივე გზა არის, სამოვედით, საკმაოდ საჯანჯღარო გვაქვს და ამითი აღარ გაჯანჯღარებთ თქვენ. და მოკეთ ქვემოდან დაგიბრუნდებით, თქვენთვის არაფერი არ მთოდება, ჩვენ თიშავთ დროებით და იქ ვთქვით. და იქიდან შემოვიღებთ. და დაასახმებით. ის პატარა. რაო? თქვი? თორი. თორი ცოტი სადახტო ქალაქი თორი. ძველად? ეგაც.
გოგოთან ის არის როქია. მოსმენია ჟანგიანი და რამე რეკა შეგეჭოს. მარტინდა არა. მობძანდით. ნელა. Hello. როგორია მაკენა? Вообще схохეთ. აბა შედი. ნელა ახლა კურსმას არ დააბიჯონ რამე. ხალ. მინუცა ეს კოტეჯი ავიღე. ხო. და აქ დავისვენო. ეკოლე გავაწერა. ბუკინგზე ვნახე. მოხვედი შენ მაინც მოხვედი, აქაც მოგვაგენი. ჩვენ აქ ვჩებით. თან გველოდება ნახე. რაო? აქ პირს დაიბან ხოლმე დილაობით. მოვედით ზედა ვარესი ესეთია სოფელი არის ნუ ყველგან არის მიტოვებული რა ნუ საფხოლობით ალბათ ამოდიან ხოლმე და როგორც ყველგან საქართველოში მთიან ადგილებში ხო და აქ იყო ადრე ტაძარი რა ეხლა არის პატარა საოცარი აკეთებული აი აქ ხედავთ ქვებსაც ხედავთ ეს შემორჩენილი არის ნეტა რომელიც საუკუნის იყო და რომელიც წინდანის სახელობის ამ რაიონის ეკლესიები ხშირად თარიღდება მე-11 საუკუნებით ანუ შუა პერიოდი სავარაუდოდ წმინდა გიორგის სახელობის ყოფილი იყო ეს ტაძარი თუმცა ამისთვის შესაძლებელია მაინც რომ გავიგოთ საუკუნე და რამდენად ძველია ეს ტაძარი არქეოლოგიური გათხრებით და ალბათ ოდესმე ჩატარდება ან ჩატარებულია არ ვიცი ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ არ არის თუმცა ძალიან ძველი რომ არის ქვებს თვითონ ერთი შეხედვით გამოუსდელი თვალით ეს მიხვდები იმიტომ რომ საკმაოდ ძველია საკმაოდ და მას რა ქვია რეაქცია ყოველდღიურია იქ ქვები დევს და მე არის ეს გადახურვა. ხო, და გააკეთეს პატარა საოცარი, იმიტომ ნიშანი არის აქ არის იყო ეკლესია და აუ იქნებ ოდესმე აღადგინებდი და ამიტომ წავედით და არ ვიცი, თქვენ უყურეთ და ასაძღვევებთ და აკომენტარეთ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და დავაკეთეთ.